6 ივნისი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეა და მისი წვლილი უდიდესია ქართული საეკლესიო კულტურის განვითარებაში. რამდენიმე საინტერესო ფაქტს მოგიყვები წმინდა გიორგი მთაწმინდელის შესახებ. მას მეორე მაშენებელი უწოდეს. ასევე ის იყო შუამავალი საქართველოსა და ბიზანტიას შორის. ქართული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მთარგმნელიცაა. იყო ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი. ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა, მისი დაწერილია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული აგიოგრაფიული ძეგლი ცხოვრებაი იოვანესი და ეფთვიმესი. მთელი ცხოვრება ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო ლიტერატურას. გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში 1065 წელს. გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში 1066 წელს ბერებმა მისი ლუსკუმა გახსნეს. ეს სწორედ 6 ივნისს მოხდა და საეკლესიო გადმოცემის თანახმად წმინდანის სხეული უხრწნელი დახვდათ, რის შემდეგაც ის გადაასვენეს და ხელახლა დიდი პატივით დაკრძალეს ივერთა მონასტერში. შეგეწიოთ გიორგი მთაწმინდელის ძალა და მადლი. ამინ.